უცხოეთში სტაჟირების პროგრამის მონაწილეები დღეს ამავე პროგრამით მიწვეულ სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღნიშნული პროგრამა 2006 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებში უკვე 105 მსურველმა ისარგებლა. დღეს შეხვედრაზე საფრანგეთში სტაჟირების შესახებ მიწვევა კიდევ 2 სტუდენტმა მიიღო. მოხარული ვარ რომ აქ დამპატიჟეს და ეს ვფიქრობ ეს შეხვედრა ეს ძალზე საინტერესო, რადგან მას აქვს ჩვენი ხასიათი, ანუ ჩვენ შეგვიძლია გავიცნოთ სხვა გამოცდილი ადამიანები, რომელთაც აქ უკვე მიიღეს მონაწილეობა ამ პროგრამაში და დავუხსნათ მას შეკითხვები იმის თაობაზე, ანუ თუ რა მნიშვნელოვანი ასპექტები უნდა გავიაროთ ჩვენც ასევე, სანამ მივიღეთ მონაწილეობას ამ პროგრამაში. Euro-Odysseys პროგრამით ვიყავი წასული წულზაში საფრანგეთში და ჩემს მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ენის ბარიერი მქონდა და ესეც გადავახე, ძირითადად არ ვიცოდი. მაგრამ ძალიან გაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ხალხთან ურთიერთობა, სხვა კულტურა, ძალიან ბევრი რაღაც შევიძინე, თვითონ პიროვნულად ძალიან გავიზარდე. შეხვედრა წარიმართა საინფორმაციო დიალოგის საშუალებით ფორმით. შეხვედრაზე ყოფილმა სტაჟიორებმა და ასეთი უკვე ყავს აჭარაში 105 მომავალ სტაჟიორებს გაუზიარეს თავიანთი შტაბ-ჭრილებები, მიაწოდეს მათთვის ძალიან ღირებული ინფორმაცია ენის კურსების შესახებ, პროგრამის აკომოდაციის შესახებ, აგრეთვე იმ სტაჟირებასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალებზე.